აფრიკის სავანაში ბევრი მხედრი ცხოვრობდა. მათ შორის ერთი ბრაზიანი ლომი. როცა მოშივდებოდა, მის ბოროტებას საზღვარი არ ჰქონდა. დაეროოდა ხეჩებს და ჭამდა. ხან ზებრას გაეკიდებოდა, ხან მელას, ხან ირემს. არავის არ ინდობდა. ხეჩები შეჭუხდნენ, ძალიან გაუჭირდათ. რა ქნათ, რა გავაკეთოთ? გომარო არ ჩეკჭამოდი. მოდი ესე მოვიქცეთ. ყველამ სადისთავად მიუტანოთ ჩაჭმელი და მაჯღარი რო იქნება. აღარ ჩეკჭამშო. მივიდნენ და მომფრთხეს. მომმა კარგიო. აღარ ყოველდღე ჩაჭმელი მომიტანეთ. ერთი უთით რო დააგვიანოთ. ყველას ჩეკჭამთო. დღისამდე ულამხად ჩაჭმელი მინქოდა. ბოლოს დღეს ჯერი მოვიდა. ან რომელიმე ხეჩიმდე მieყვანა. ან ლომი დიდონ მათში წამდა. ურთხოდ ვინდა მieყვანა. თითოეულ უმჭაო და სუსტია. წავიდა კურთხელი ლომთან. ყველა ცხოველს გული დატყდა. ნუ გაშენიადე ძმებო, შეჯახა კურთხელმა. ამ ლომს ვას ვასწავლი და სამუდამოდ მოგაშორებთო. შევდა ლომის ბუნაგაში. ლომი ძალიან შიოდა. ამდენ ხანს სათხარო უძღლის შეჭმა დაპირა და კურთხელი იარულად მინჩუნჩუნდა. დიდო მეფეო, მახჩენა კურთხელმა. გვენთან ერთი შუქანი კურთხელი მომყავდა, მაგრამ გზაზე სხვა ლომი შემხვდა. ის კურთხელი დამართვა და მეც დილივს გადაურჩიო. რაო? ლომია? ვინ გაბედა აქ შემოშვა? ეცემი ტერიტორია. ახლაბე წამიყვანე და გაჩვენე. აქვე ახლოს ტაშიჯიშო. მოატყვა კურთხელმა. შენ წამიყვანე და მაგას მე ვუჩვენებ საირსო. წაიყვანა კურთხელმა ლომი, მიიყვანა ტაშთან და უთხრა. აბა ჩაიხედე ტაში, თუ ლომს ვერ დაინახაბა. ჩაიხედა ტაში და დიდი ლომი დაინახა. ვერ მიხვდა, რომ წყალში თავი ანარეკლში ხედავდა. გაბრაზდა და ტაში დადახტა. მაგრამ ლომი არ დახვდა და თვითონაც დაიხჭო. ასე აღჭავლა ჭკუა ეშმაკმა კურთხელმა. ბრაზილულმა ტერიკა, ინიაკა, კათოიკა, რქვილიაკა დამთავრდა ეს ზღაპარი. თხოდ გამოიწეროთ აში.